გაუმარჯოს მეგობრებო. გაუმარჯოს ყველას გისურვებ წარმატებებს. ეხლა ვარ ერთ-ერთ ბაზაზე, სადაც არის ავტობუსები, სხვადასხვა ავტობუსები. უკვე ბევრი ვიდეოები მაქვს გადაღებული აქედან. თავის ფასებით, ეხლა მინდა ზოგადად დავათვალიეროთ კიდე, დიდი ვიდეო გავაკეთოთ, რომ გადახედეთ კიდე რანაირები არის, იმიტომ რომ ყველას ერთდროულად ვერ უმკლავდები და მინდა მაინც ერთ ვიდეოში კიდე დავაფიქსირო ბევრი ავტობუსი, რომ თქვენ ნახოთ, აი დამისკრინეთ მერე, რომ ეს მინდა და ასე შემდეგ, ხო და ეხლა უცბად გავიაროთ, მე დავიწყე იქიდან, რომ დღეს ზოგიერთებზე შეიძლება გამახსენდეს ფასიც კიდევაც. აი ესენი ახლა უფრო მახსოვს ესენი ევრო 5-ია, ეს არის ევრო 4 და ეს ევრო 5. აი აქედან მე დავიწყე, ესენი არის TikTok-ში და ცალკე უკვე თავის ფასებით, ყაზახეთამდე გადაყვანით. ესენი ეს არის Ford Transit-ები 2020-იანი, არის 6 ცალი ახლა, აგე კიდე 2 ცალი დგას. ესენი $29,000 ჯდება, როგორც მახსოვს, უკვე ყაზახეთზე გადაყვანილი. ძალიან მშვენიერი ნორმალურებია. 2020-იანი გარბენები აქვს 70, 90 1000-ები, აი ესეთებია. იქ არის უფრო საუკეთესო სალონებიც აქვს. გადავხედოთ კიდე სხვას. საღი ავტომობილები, ეს არის ყველაფერი ახლა რაც ვანახებ ამ ვიდეოში. ეს არის საღი ჩაოლებრივ მეორადი, არანაირი გადმოკეთებული არ არის ესენი. ჩაოლებრივ სტანდარტული მეორადი, ოღონდ კარგები, კომპანიების ნამუშევარი მანქანები. მოდით აი მაშინ შევიხედოთ. აი, აქაც ასეთი 2020-იანებია ესენი, Ford Transit, ყველა დიზელი, თავისთავად. აი ამასაც გადავხედოთ, აი ესეც ნახეთ. აი მას აქვს აი სალონი უფრო. მაგრამ ყველა ერთ ფასშია. თუმცა ერთიც არის 2018-იანი, მაგრამ იგივე მაინც ერთ ფასშია ყველა, იმიტომ რომ ასე იყიდება, ერთიანად იყიდება და ზოგი კომპანიებზე ეგრევე ყიდიან, ეგრევე ვიღაცა მოდის და ეგრევე 6 წელს ყიდულობს. აი ეს ნახეთ ახლა, Yutong 38 ადგილი. ეს თუ სწორედ მახსოვს, ეხლა ფაზზე ზუსტად შეიძლება რაღაცები შემეშალოს, იმიტომ ძალიან ბევრია, ყველაზე პირად არ მახსოვს. ეს მინდა რომ მოგახსენოთ, თუ რამეა TikTok-ში ნახეთ ჩემთან, Alex Hard გადადით TikTok-ში, გამოიწერეთ და იქ უფრო რეალურად უკვე ვიცი, რასაც ვამბობ უკვე და დაადასტურებთ იქ ინფორმაციას. ეგ სავარაუდოდ 39,000 ყაზახეთამდე არის. როგორც მახსოვს მე 2019 წლის 03 თვე და მაგარია, ამას 110 თუ 120,000 გარბენი აქვს. ნახეთ? ძალიან მშვენიერია ყველაფერი. შეხედეთ, როგორი პარკეტია. აი ყველაფერი არის ახალივით, ნახეთ? აი ესეთი მშვენიერი. ძალიან საინტერესო. გავიდეთ. ეს ვიდეოა იმისთვის, რომ ნახოთ რა მოდელებია და ეს სადაც ვარ მე დღეს, ეს არის ორიგინალური, სტანდარტული, არანაირი გადაკეთებული მეორადი. ნახეთ? ამასაც დავხედოთ აქედან. ამასაც საშუალო საბარგულები აქვს, არც დაბალი, არც ძალიან მაღალი. აი ესე, უკნიდან ძრავებსაც ვეცდები დაგანახოთ, ყველა ძრავები. შეხედეთ. ბახ, აი მას მეორედ დავახეთქე, ისე ეხეთქება ეს კარი. კიდე ერთი Yutong, ეს მახსოვს ევრო 4-ია, 2000 ნახოთ იმ კოდზე, 2015-იანი ხო არ არის ეს. 2015-იანი მე 11 თვე. დიახ. ეს მანქანები მინდა რომ რეალურად ყველაფერი მე მომწოდებელთან ყველასთან ისე ვარ შეთანხმებული, მე როცა დღეს ისევ ჩამოვფრინდი ამ ქალაქში და სხვადასხვა ქალაქში კიდევ უნდა გავფრინდე და ყველას ეუბნები, მე მჭირდება მარტო რეალური მონაცემები ავტობუსებზე, იმიტომ რომ ზოგიერთ ადგილზე სადაც ვიყავი, რეალობას
ცოტა არ ეხება სიტუაცია, იმიტომ რომ ხან ვინ კოდები აქვს გადაკეთებული, ხან ძრავები გადატანილი, ხან გარბენები ჩამოყრილი. ესეთი რაღაცეები კი ხდება, რო ვთქვა, რომ არასოდეს არ ხდება მაგნაირი, არა. მასეთი რამე არსებობს, მაგრამ მე რატომ ბევრი ხანი ახლა ხალხი რო ეუბნება, როდის იქნება ალექსაბა, რა ხდება. ევთხარი ვამზადებ, იმიტომ რომ მართლა მინდა რომ მაქსიმალურად კარგი და მშვენიერი რაღაცეები შევიძინოთ, რომ მე გამოვიყენოთ და კარგად ვიყოთ ყველა. აი ესეთი ფასები, როგორც გითხარით, TikTok-ში დაცალკევებული მაქვს ეს ფასები. ყველა არ მახსოვს ზეპირად. TikTok-ში კი დალაგებული მაქვს ყველა ფასები და დანარჩენი, რომელზეც თქვა TikTok-ში არ ვანახე, ან YouTube-შიც ფასი არ თქვი ზოგიერთებზე თქვა, აი ეგ რიადია, აი მეებზე საერთოდ ჯერ ფასები არ განმიხილებია, მაგრამ აქაც არის საინტერესო ავტობუსები და მინიბასები. ამეებზეც მითხარით დამისკრინეთ, ეხლავე გადავიღებ კიდე. ნახეთ ესეთი, ეს მოდელი 50 ადგილიანი, ეს არის Euro 5. ეს მე მგონი თუ სწორედ მახსოვს 2018-იანი, აი 2018-იანი, მე-9 თვე. მე მგონი $42,000 ღირდა. ხო და ანუ უბრალოდ ისევ და ისევ. შეიძლება არ მახსოვდეს სწორედ, TikTok-ში არის უკვე სწორედ ფასი მითითებულია ყველაფერი და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც მკითხეთ, გადაამოწმეთ ყველაფერი. ესეც ლამაზი საღი, აი ეგეთ ესეთი პარკეტივით არის მასალა. ძალიან მშვენიერია ესეც. ყველაფერი გამოიყურება კარგად. ეს არის რეალური მეორადი. არანაირი გადაკეთებული, რესტავრირებული, არა, ჩვეულებრივ მოვლილი მეორადი. რაც მე უფრო ვანიჭებ უპირატესობას, რომ ასეთები შეიძინოთ. არის ახლა მე ცოტა ხანში წავალ კიდე რესტავრირებულებში და შევადაროთ იქ ფასების თავისთავად იქ უფრო იაფი იქნება, მაგრამ ეს არის რესტავრაცია, რომელიც უკვე მაგდენად სტაბილური არ არის, ყველამ ვიცით ორიგინალი როცა არის, ეს არის ორიგინალი. აი ამასაც გადავხედოთ გვერდებში ასე. ძრავიც უნახოთ თავისთავად. გამოიწერეთ ეს YouTube არხი, გამოიწერეთ აუცილებლად. მე ვცდილობ უკვე რომ YouTube არხზეც გადავიდე და ძალიან დიდი აბზორები, ეგრეთ წოდებული განხილვები გავაკეთო, რომ თქვენ უფრო მეტი ნახოთ და მეტი დაინახოთ ჩინეთიდან ავტოსფერასთან დაკავშირებული თემები. შეხედეთ, ეს არის ძრავი. ვეიჩაი ძრავები აქვს და დანარჩენი ყველაფერი თავისთავად ტონგის ორიგინალები. აი ესეთი ცენტრალური კარი, ამათ ყველას არის აი ესენი ორსკატები არის, ამასაც ორსკატიანია, ეს მწვანე რო იყო. ავდით გადავიდეთ კიდე. ცხელა, ძალიან ცხელა მეგობრებო, მაგრამ მაინც ვცდილობ რომ კაი შევქმნა, კაი მატერიალი და გადავიდე და განახოთ ყველაფერი. ამაზე ახლა ჯერჯერობით ფასები არ ამა განხილული. ეს მე მგონი ხაიგერებია თუ აი Golden Dragon, ეს Golden Dragon, ხო? აი ესეთი, აი ეს ტონგებია კიდე King Long-იც არის. John Tong-იც არის, აგე ის. მოდით ერთი უცბად, ეგენი უცბად გავიაროთ უბრალოდ, თქვენ ხო ნახავთ რანაირიც არის და აი ესეთი. აი ეს. ეხლა ვნახოთ რამდენი ადგილიანებია. აქ რეალური გარბენები აქვს. ზოგ შეიძლება არ თქვი ისევ დამავიწყდა 100,000-დან 200,000-მდე ჩვეულებრივ გარბენები აქვს აქაურ რაც დგას აქ. მაგრამ ვინც ახლა მძღოლები ხართ, იცით რომ მაგნაირი კარგი თუ არის ტექნიკა, მაგისტვის 200,000 და 300,000 ესეთი სიყიდება ჩვეულებრივ არაფერია. აბა ვნახოთ კიდე აი ესეთი Golden Dragon-ი, ეს რამდენი ადგილიანი იყო? ეს 34 ადგილი, აი 34 ადგილი. ამასაც გადავხედოთ, ეს Golden Dragon-ი რამდენი ადგილიანია? ჯერ აქ არ უწერია. აჰა, აი ესეთი. აი ესეთი მშვენიერი. ნახეთ, ფანჯრები, ყველაფერი. ამასაც ერთი 150,000 ექნება გარბენი სავარაუდოდ. Golden Dragon. ესეთი თუ მოგწონს, მაგასაც გავარკვევთ. მაღალი საბარგულები.
მოდით აქაც შევიდეთ. ნახოთ. ორსკატიანი, ნახეთ? აჰა. და ზრავი, აუცილებლად. ო, დაგეტილია. არ არის დაგეტილი. აი ესეთი ზრავი. აი ეს არის უკვე Golden Dragon. ოპა. წავედით შემდეგში. მეგობრებო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, მით უფრო მეტ საუკეთესო ინფორმაციას განვიხილავ და გავაფცელებ. ნახეთ, ესეც იუტონგებია, ეს King Long-ია კიდე. და ამ იუტონგს გავხედოთ, ეს რამდენ ადგილიანია. 2000 ეს არის 2013 წლის მე-10 თვე, რომელზეც მე ვთქვი TikTok-ში მაქვს ეს ვიდეო. თუ შეიძლება რომ გამბაჟდეს ზუსტად 2013-ში თუ არის წარმოებული. ეს მითხარით და თუ საერთოდ განვიხილო, ეს მე მგონი $27,000 ღირს ყაზახეთამდე. უკვე გადაყვანით ყველაფრით. ყველაფრით. ნახეთ, 50 ადგილიანია, 2013 წელი მე-10 თვე. შვენიერია ყველაფერი TikTok-ში. აქვს ამის განხილვა არის, იქ ფასებიც არის და იქ უფრო მეტი განხილვა. ეს евро 4-ია. ვიცი რომ евро 3 უკვე არ შეიძლება და евро 4-ებს განვიხილავ და евро 5-ებს. თავისთავად евро 6-ებიც არის, როგორც აი ეს მწვანე. ეხლა მივალთ მაგასთან. ესეც გადახედეთ 2013-იანია, 27-ია, თუ არ ვცდები, ჩდება ეს ყაზახეთამდე უკვე გადაყვანილი. აი ეს King Long-ი, აი ესეთი ჯონტონგები, ტრიუმფი, აი 52 ადგილიანი ტრიუმფები. ესენიც. მოდით რომელიმეში შევიდეთ და ვნახოთ ტრიუმფი რანაირია. აი ესენი დაკეტილებია ტრიუმფები, ძალიან ბევრია და ვერ ვასწრებ ახლა ყველას გაღებას, გახსნას რაღაცას და არ უშავს. ტრიუმფები ეს 52 ადგილიანებია. თუ საჭირო იქნება, დამიკავშირდით, მითხარით, რომ აი ესენი ტრიუმფები გვაინტერესებს და ვიდეოებს შევუკვეთავ. ოღონდ თავისთავად რეალურად თუ გაინტერესებთ და უფრო ჩამოყალიბებულად ვიყოთ, რომ ერთმანეთის დრო დავაფასოთ. და კაი იქნება, ყოველთვის ვეცდები, რომ მაქსიმალურად კაი ინფორმაცია მოგაწოდოთ და საუკეთესო ფასები თავისთავად. აი ეს King Long-ი და მოდით ვნახოთ აი ეს евро 6. აი ესეთი, ნახეთ. евро 6 2021 წელი. თუ არ ვცდები $63,000 უკვე ხორგოზზე გადაყვანილი ყაზახეთზე უკვე ყველა საბუთებით მარტო ჩამოდი და წაიყვანე. აი ეგეთი, ნახეთ. 50 ადგილიანი მაღალი საბარგულები. ძალიან უსუფთავესია, ეს არის ახალი. აქეთ ნახეთ. როგორი სავარძელია, ყველა ტექნიკით გარბენი აქვს 60,000-მდე და ნახეთ როგორი სალონი აქვს. ახალია ყველაფერი. პარკებში შეხედეთ. ეს არის კარგი, რეალური კარგი ავტობუსები. евро 6 არის ეს $63,000. იმან ყაზახეთამდე უკვე დაждდება ყველა საბუთებით. ნახეთ. ეს ვინც ერკვევა და მძღოლები ვინც არიან უკვე გამოცდილები იციან რაც არის. ძალიან სერიოზული ტექნიკაა. ნახეთ 2021 წლის. აქ ზრავი რომ ვნახე მე პირველად, აი ეს ვნახე მაშინ კი მივხვდი რა არის ლამაზი ზრავი ავტობუსებში. აი შეხედეთ. მართლა ესეთი ზრავი კიდე ავტობუსებში არ მინახე, ნუ ეხლა თავისთავად ეს არის ახალი ტექნიკა. ოპა! ახალი $63,000 ასეთი евро 6. ნახოთ საბარგულებიც. შეხედეთ. აქ ყველაფერი დილია, აბრი, ბაბი, კაფშიფკა, ყველაფერი. აქაც სისუფთავე, ყველაფერი ძალიან კაი, ასე იხსნება მაღლა. კარი, აქაც ორი სკატი. შეხედეთ, 50 ადგილიანი არის ეს. ბევრია, ეხლა უფრო ჩამოვყალიბდებით ჩვენ რა გვინდა და სულ ყოველთვის მოგაზრდით რეალურ ინფორმაციას. ნახეთ, ესეც არის, ესეც Golden Dragon-ია.
ასევე არის ასეთი იუტონგები, როგორც Toyota კოსტერები. მაგენს განვიხილოთ, ვისაც გინდათ განვიხილოთ ესენი. ეს კოსტერები რეალურად ძვირია. ეს არის ახლა 2011-იანი, რომელიც საბოლოოდ არც გააბაჟებდა. იმპორტული რაჰამარი ძალიან ძვირია აქა და ჯობია იმ ხელა ფასი აქვს, ჯობია იმ ხელა დიდის ფასი აქვს. აი ამ კოსტერებს, ამიტომ მე მინდა დააკვირდით აი ამებს. აი ესეთი იუტონგები, ნახეთ. მე მგონი არის ესენი 13 ადგილიანებია. აი ესეთი მაღალი მარშრუტი 14 ადგილიანი არის ეს და ეს არ უწერი მე მგონი ეს აი აქ წერია. ეს 17 ადგილიანია. ძალიან მაგარია. აქ დაკეტილია. ძმა კამა. ახლა მოვლენ უცბად. ზეგო კაიშა. გამიღებენ კარს და გადავხედავ. ნელ-ნელა ეს ვიდეო ახლა თუ ძალიან დიდია, გადაახვიეთ და ფრაგმენტებში დაიჭირეთ, რომელიც ავტობუსი გაინტერესებდა, პირდაპირ ის დასკრინეთ და გამოუშვით. ეს მაინტერესებს მითხარით, აქ ეს აი, ახლა გამიხსნეს ელექტროკარი აქვს, აქ ეს კარი თვითონ გაიღო, გადავხედოთ შიგნით. ეს არის იუტონგი. წარმოება აქვს 2020 მე-10 თვე. ყველაფერი გახსნილად, ეს ყველაფერი ორიგინალია. წინა ვიდეოები ვისაც უნახიათ, შეამჩნევთ, რომ ის სხვა თემა იყო, ის იყო ყველა ავტობუსი, იმიტომ არ მომეწონა და დანარჩენი ვიდეოებიც არ დავდე, იმიტომ რომ ყველა ავტობუსი იყოს რესტავრირებული და იყო კიდე ის, რომ ბევრი გადის ის აფრიკაში. ის აფრიკაში რაც გადის, იმათ სხვა მოთხოვნები აქვს და ძალიან ბევრი რაღაცეებს ასე ვთქვათ, ჩალიჩობენ ძალიან ბევრ რაღაცეებს, იქ ვინკოდებზე, ძრავებზე და სხვადასხვა რაღაცეებზე ცვლიან, რომ თავის საბაჟოზე გაატარონ თავისებურად, როგორც მაგათ უნდათ. და მე კიდე მაგნაირი რაღაცეები არ მაწყობს. ნახედეთ, შეხედეთ. ყავის სავარძლები ძალიან მშვენიერია. ესენი ძალიან კარგებია, მაგათაც 100,000-მდე აქვს გარბენები. უკანად დავხედოთ, უკან როგორ გამოიყურება ეს ახლა. აუცილებლად უკანაც რო ვიცოდეთ, ნახეთ. მე მგონი ძალიან ლამაზია და ძალიან მაღალიც არის და აი ეს მეორეც იგივე CL6-ია მოდელი, ნახეთ CL6. აი ესეთებია, შეხედეთ რამხელა მაღალები არიან, აი. ასე რომ მეგობრებო, აქედანაც ჩავხედოთ. აი. ძალიან მაღალია. აი მე ვიყავარ და რამხელა არც ხელი მიმიწვდება იქიდან. ძალიან მაღალია და კარგი აქებენ, მაგასაც აქებენ. მაგის ფასები ჯერ განხილული არ მაქვს. და კიდე ეს კოსტერი, ეს ფორდები უკვე გითხარით 29,000 ღირს. ეხლა კიდე მე გადავალ სხვა როგორც მითხრეს კიდე უნდა მანახონ, სადაც ეს არის, რაც ეხლა განახეთ, ეს არის რეალური ორიგინალი მეორადი, ხელუხლებელი, დაუზიანებელი, კარგ მდგომარეობაში და თავისთავად ფასი უფრო მაღალი აქვს, იმიტომ რომ ეს არის საღი ავტომობილები. ზოგი რეალურ გარანტიებზეა დღემდე და ასე შემდეგ. და ეხლა წავალ კიდე რესტავრაციაში, სადაც სამნაირი რაღაცეებია, მაგრამ უფრო იაფი. მეგობრებო, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი. მე ყოველთვის ვეცდები, რომ კაი ინფორმაცია მოგაწოდოთ და ვითანამშრომლოთ, შევიძინოთ საუკეთესო პროდუქცია, საუკეთესო ტექნიკა ჩინეთიდან და ნელ-ნელა მე ყველაფერს გავაკეთებ მისთვის, რომ ყველაფერი ხელმისაწვდომი გქონდეთ თქვენ. არა მარტო ავტობუსები, ჯერ ხო მარტო მანქანები მქონდა, მე ახლა ავტობუსების დავამატე და ნელ-ნელა კიდე სატვირთოები, ის ხოვო შაკმანები უკვე პროცესშია, ამასაც დავამატებ და ეგეც იქნება და ვეცდები ყოველთვის კაი ფასში, კაი რაღაცა მოგაწოდოთ. დროებით მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა. გამოიწერეთ ჩემი TikTok-ი, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, ლინკები მითითებული იქნება ყველა და დროებით შევხვდებით კიდე და ყველას წარმატებები.